დილამშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო, მოვიდა თქვენი დააკარგული მსისხლი. გუშინ ადრე წავედი და საკმაოდ გვიან დავბრუნდით სახლში. ჩემს მეგობართან ვიყავი ვარკეთილში, რომელიც მე სხვები შემოგვიერთდნენ და მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო, ენაგადმოგდების დღე იყო, საუბრის დღე იყო და რა ვიცი, ყველაფრის დღე იყო. ხო და ამიტომ იგივე თქვენ დავბრუნდი, რომ ფიზიკურად რამის გადაღების თავი აღარ მქონდა. მარიამი ხელით ვატარი ჩაეძინა ქალბატონთან, მოკლედ რა. გუშინდელი დღე ფაქტობრივად მეტნაკლებად გამოვიდა დასვენების დღე, ესე რომ ვთქვათ რა. მერე გოგოებო დამეძინა 8-ზე. მერე გამეღვიძა რავი რომელზე და მე ისე დამეძინა. სასწაული დღის რეჟიმით დამიდგა გუშინ იყო, რაცა საოცრება. ჩემო ქომა გონში ვერ ჩამაგდო, ანუ გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი, არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ გავითიშე სრულიად. ხო და ძალიან კარგი იყო, მე სულ ვამბობ, რომ ადამიანებს უნდა ყავდეთ მეგობრები, აუცილებელია, რომ ყავდეთ მეგობრები და რაღაცნაირად მათი ეს სულიერება ბევრად რაღაცნაირად გამოდის გარეთ მერე და ვერ წარმომიდგენია მეგობრობის გარეშე ცხოვრება, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ახლა რომ მითხრათ როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა მეგობრობის გარეშე, ამაზე პასუხი ვერანაირად ვერ მექნება, გონზია რომ არ ვიცი. ცხა ხო კარგად ხარ გოგო. მამა ერთი კახეთი და მეწუწა პინი. კიდე. მოკლედ გუშინ გამომიგზავნეს ეკას მოჩები და არა მხოლოდ მოჩები, კიდევ სხვა ძალიან ბევრი ლამაზ და გემრიელი აი ესე რომ აკანატუნო და აგემოვნო ისეთი რაღაცებია. ჩემი კალორიულ დეფიციტიდან გამომდინარე ვაჩვენებდეთ იყო მერე ოღონდ. რა თქმა უნდა ყველაფერს ერთად კი არა ორსაც ერთად ვერ გავსინჯავ და ესე გადავწყვიტე რომ დავყო და ნელ-ნელა ეტაპობრივად გაჩვენოთ ის გემრიელი რაღაცები, რაც ეკას მოჩის ხელები ქმნიან, სასწაული ხელები. მე თქონდა ერთი და შენ ორი რატო უნდა შეჭამო? მე თქონდა ეკა. კაი და მე მისი დუბაი შოკოლადი გასინჯული მაქვს და ძალიან მომეწონა. თუმცა მის მე გარკვეული დრო გავიდა და ვნახოთ ახლა რა როგორია, რანაირია. ერთი სულ მაქვს, როდის გავსინჯავ, მაგრამ ჯერ თქვენთან ვარ. მაგის დრო არ მაქვს. ცოტა ხანი ჯერ თქვენთან უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ჯერ ისევ ადრეა და არ მინდა ეს ზატკბილი მივიღო ამ წამს, აი ხა ესე ადრე. თვალები დამისი და ცილის დაბუჟებული ვარ. დაბუჟებული ვარ. ვაიმე ხალხო ვარკეთილში. ესე იგი, რამდენი მაღაზია გქონდათ ხალხო რა იყო, აი ტანსაცმელები რაღაცები ეგეთია ცელი. ერთი დღე უნდა გამოვიდე ვარკეთილში ბაკისთვის. გუშინ რუის მერე თუ რაღაცა აღარ დამილევია ყავ. თუ ერთხელ და რა აღარ მახსოვს რა ვიცი. ჩემს მეგობართან კიდავლია ეს ჯიჯიბით რა ქვაბით არაფერი აღარ დამილევია. აი აშკარად მთხოვდა ორგანიზმი. ხო. აბა რა გავიკეთეთო? ძალიან მინდოდა ის გულებიანი გოგოებო და ჩვენ შევთანხმდით ყველა რომ გულებიანის მხარეს ვიყავით. თუმცა მე რადგან ჩხლები დავიმოკლე და არ მიყვარს ძალიან გრძელი რა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, არაკომფორტული იყო და მეთქი ეგრეთ დამაჭერი. მითხრა კიდეც რომ მოკლედ ჩხლზეო 3 გული ერთად, 4 გული ერთად ესეო არ იქნება ლამაზიო და თუ გინდა გაგიკეთებ მაინც და მეთქი არ მინდა თქო და გადავწყვეტეთ რომ გაიკეთებინა აი ეს. ისეთი ლამაზია ხალხო. კამერაში არ ვიცი როგორ ჩანს. ისეთი ლამაზია. აი კინაღამ გადავირიე. მეთქი ესეთი ლამაზი თუ იქნებოდა არ მეგონა თქვა. ფოტოზე ძალიან ლამაზია, მაგრამ მართლა ესეთი ლამაზი რეალობაში თუ გამოვიდა და არ მეგონა რა. ძალიან მომწონს.
თქვენ როგორ რას ფიქრობთ, ძალიან ლამაზია და კამერასაც ძალიან უხდება. მე პრინციპში უფრო მაგიტომ ავარჩი მეთქი ისეთი მინდა რამე რაც კამერას მოუხდება. და ეს ძალიან ლამაზია. და ვარდო კამერას კი არა, რო ვუყურებ, ვაი რა კარგია მეტი. მართლა ძალიან გაამართლა. ამან მე მანამდე ვიფიქრე რომ რამე კიდე სხვა რამე რჩე და მითხრა რომ ნახეო რძისფერითო ისედაც ახლა ხო გაქო და მოდი ცოტა შეცვალეო ფერიო და უფრო ისეთ მრავალფეროვანი უფრო რო იყოსო და სწორი არჩევანი იყო. ეს რა ქვია სალონს და ეს არ ვიცი ხალხო გუში ვარკეთის რო გავიარე მეთქი უეჭველი უნდა მოვიხსნა თქო ყველა მიზეს გარეშე მეთქი. ბავშვით ვიყავი, ბარგით ვიყავი, ამიტომ ესე გამიჭირდა სალონების ძებნა და რა ვიცი, იქ ვიკითხე აქ სალონი მეთქი არის სადმე ქვედა მხარეს ვიყავი და თურმე ბევრი სალონი ზედა მხარეს ყოფილა, მაგრამ მე ქვედა მხარეს რო ვიყავი, არ იყო ესე დიდი არჩევანი და რა ვიცი, აწყო იქ შევაპუტე. ხო და კი მითხრა იქ გარეთ ვიღაც გოგონა რომ ეს საკეთებს ძალიან კარგადო. ნუ სალონის ესე დიდად ინვენტარი და ვიზუალი და ეს რაძახმა ჩამოსავალი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თვითონ ძალიან კარგად აკეთებსო და რაღაცა ვენდე ადამიანურად. რა ჯერჯერობით გაამართლა და ნახოთ როგორი იქნება. მე მომწონს. ხო და ნუ გამიმართლა მაგ გოგონასთანაც, იმიტომ რომ ვიღაც არ მოსულა და იმის მაგივრად მე ჩავჯექი ასე რომ თქვა და დალიედე კომპოტი გავუკეთე მარიამს და ადრეც მოწონდა, მერე ცოტა გუნია და ეხა ისევ ძალიან მოსწონს და ძალიან მიხარია. მივირთვი ჩემო სიხარულო და მაგ მოჩის ვიდეოს და იმას ცალკე დავდებ გოგოებო. იმიტომ რომ აქაც გავსინჯო თქვენთან, მერე ცალკე გავსინჯო უკვე გააფრეს ჩემი კალორიები, ამიტომ გუშინ ისედაც დავარღვიე, გუშინ იყო დარღვევის დღე, იმიტომ რომ არ მინდოდა ოღონდ, მაგრამ ნუ დაირღვა. როცა ერთად ვართ, კომბინაცია გვაქვს ესეთი, ყავა და მზესუმზირა, ანუ ეს არის ჩვენი აი რამდენი წლის ამბავი ვერც გეტყვით, აი ზოგი ხო არა სხვადასხვა რა, აი ჩვენ არა, ყავა და მზესუმზირა და ხა მზესუმზირას იმდენი კალორია აქვს, ხო მაგას გეჩვენე დაჟინეთ და რა ვიცი, რა ჭამოთ არ ვიცი, აი ხო ხვდები ძალიან ბევრი კალორია აქვს. ხო და მე რადგან ვარღვევდი, დავარღვიე მთელი დღე ფაქტობრივად და დღეს ავიწონე არაფერი მომატებული კი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა შეფერხება იცის მერე კლებასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა მაგას თავის მოკვლას არ ვაბი. ანუ თვალები რას მიგავს ხალხო იმდენი მეცინა. ჩემი ქმარმონები მიგდებული იყავი. გეცინა. დედიკო, წამოწოლილი არა დე, წამოჯექი და ისე ჭამე, რა უცებ არ გადაგწდეს კარგი. სახე დავიტენიანე, სახე ცოტა მოვალაგე. ადრე გაგვეღვიძა, იმიტომ რომ ისე ადრე დამეცინა ხალხო, რომ ესეც გამოვიდა. ხო, სულ გადავიხადე გოგოებო 45 ლარი მოხსნაში და ამის გაკეთებაში. ჩხილები ნუნები თავისთავად გავიკეთე. და ამის გაკეთებაში. სხვადასხვა შორის რჩევა მომცა, რომ ვისთანაც წინა ფრენჩი გავიკეთე, მშრალი მეთოდით დამიმუშავა ნუნები და მშრალი გინდაო თუ სველიო და სველი მირჩენია თქო რა. ხო და სველი მეთოდით დამიმუშავა და ბევრად მომწონს და მითხრა კიდეც რომ მშრალი მეთოდით ისე კარგად ნუნა ვერ შორდება ფრთხილს იმას ამას, ამიტომ ყოველთვის რომ გაიკეთებო, უთხარი რომ სველი მეთოდით გირჩევნიაო, იმიტომ რომ მშრალით ისე არ არის, ვერ მუშავდებაო რა და რავი თქვენს გაითვალისწინეთ თუ დაგჭირდებათ სადმე სველი მეთოდით ჯობია ესე რომ თქვით, როგორც მითხრა. ასე რომ ისეთი ამბავი აქ ცოტა ოდნა რაღაცა მოსაჭრელივით მაქვს თითქოს. მე ხო დაკლივდა უშო. რა იყო საყვარელი? დააყოლე რომ გაგიკეთა დედიკო მეთქე. მე მივაყოლე გოგოთა. გაიღვიძა და ტოლმა მინდაო ქალბატონმა გუბთან მქონდა გაკეთებული. 6 კოზი ჭამა როგორც უბანსეს მუთა ამის კი არ უნდა ტოლმა მინდაო. დედა თითქმის ტოლმა მევთხარი არაო ის ტოლმა მინდაო.
კი მაქვს გაყინული, ხო იცით, ვაკეთებ ხოლმე და წინასწარ ყინავ. მაგრამ რა ვიცი, ხა დღეს ნამდვილად არ გავხსენები, რომ კიდე ტოლმოდ გავეკეთები და ამისთვის. 1-2 დღეში გავუკეთებ აუცილებლად. კიდევ. ტოლმას. გამოვიღებ, ხორცი მოვიტანე და მე კიდევ კომპოსტოს მოვიტან და კიდე შევახო და იყოს გული მშვიდად მქონდეს, იმიტომ რომ ხო ხედავთ მარტო ტოლმა და მიდი არ. ვიყლე ყოლმე შეუწყვა კიდე. იმიტომ რომ ბევრი პური გვაქვს სახლში, რავი რატომ მოვიტანეთ ესე კობამ ცალკე მეცალკე. რავი რა გამამწარა, არ ვიცი ამდენი პური მოვიტანე. ამიტომ ვიყლე ყოლმე გავაკეთე. თუ ეხა ხო არ გავაკეთოთ. მე არა მისარე. თავი არ მაქვს აშკარად. თან ჯერ არ შეა და არ მინდა. გუშინ ესე იგი მომწერეს ვაიმეო ეს ნახეო ეს ამბავიო და მეთქი რა ამბავი. არ მინახავს ხა მართლა. თითქმის დღე ნახევარია დიდად აქტიური კი ხედავთ რომ არ ვარ და ვერ მოვიცალე მოკლედ და მეთქი რა ხდება ხალხო მშვიდობა. ახალგაზრდა ბიჭმა თავი რომ მოიკლა მაგამ ისტორიაზე ჩამიგდეს მოკლედ ეგნიუსი. ნამდვილად არ ვიცოდი და გული შემეკუმშა რაღაცნაირად და ეს ისტორია შეყვარებულები რო იყვნენ და არ უნდა და დედასწოლად მოიყვანა და მოიყვანა საზოგადოებრივ ცხოვრობდნენ და მოკლედ ეგ ისტორია უკვე იცით თქვენც ყველა მე გავიგე გვიან თორე თქვენ უკვე გეცოდინებათ. ფიზიკურად რო ვნახე ამ გოგონას ფოტო გეხვეწებით რა აქვს ვინმეს დასაწუნი ვიზუალურად ამ გოგოს და ისი ნამდვილად ახლა სულიერებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ თავარია მიშვის მოსწონდა და უყვარდა ძალიან. ყველა ვერ უძლებს ამ წნეხს, რაც არის ოჯახისგან ცოლის მიუღებლობა, თუნდაც ქმრის მიუღებლობა, ვერ უძლებს. ეს არის ძალიან დიდი წნეხი, რა თქმა უნდა, ხო? მე უთხრაო რომ ვითომ ცუდად იყო, ჩამოიყვანა ის შვილი და მოკლედ ცუდად არ იყო, რა თქმა უნდა და დასრულდა ისე როგორც დასრულდა, ალბათ აღარ წახვალდა, მიატოვე გოგო და ალბათ იყო ერთი ამბები მოკლედ. და გადავხედე მე მათ ქვეშ დაწერილ კომენტარებს. და ერთი ქალბატონი განსაკუთრებით შოკის მომგვრელად გამოიყურებოდა თავის კომენტარიანად, რომ აბა გაბედოსო ჩემ შვილმა და მე ვინც არ მინდა ის მოიყვანოს. ჩემი ხელით მოკლა. ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ. როგორ შეიძლება რომ დააცადეთ რა თქვენ შვილებს ცხოვრება ხალხო რა და არ შეიძლება რომ დააცადოთ. გეხვეწებით რა საიდღა და ბორდელებიდან გამოყავდათ ადრეო, აი ხო ტერმინები ხო გახსოვთ, ბორდელიდან გამოვყვანეთ და ქალად უქცევია თუ და კარგით რა ხალხო რა, ვერ გავიგეთ თქვენ რომ მოგიყვანეს, დაუშვათ, რა გზით მოგიყვანეთ, ხა ზოგი გარიგებით გათხოვდა, ზოგი იმით, ზოგი ამით, მაგრამ ეხო თქვენი არჩევანი იყო მაინც რომ საბოლოოდ თქვენ გაყოლოდით. ხა მოტაცებულებზე არ მაქვს საუბარი. დააცადეთ, ახლა თქვენ შვილს თავად გააკეთოს არჩევანი, ვინ უნდა, ვინ უყვარს, ვინ ვერ გავიგე ახლა თქვენი აი მაპატიეთ რა, ვინც ასე ფიქრობთ, რომ თქვენი არჩევანის გარეშე ფეხს ვერ შემოადგავს თქვენი რწალი. ვინ ხართ რას წარმოადგენთ ხალხო? იმ თქვენ შვილს არ უნდა ის თქვენი არჩეული ცოლი, არ უნდა ის თქვენი მოწყობილი ცოლი. უნდა ის ვინც გაუფორიაქა ყველაფერი და მოკალით ახლა. მარტო ის არ არის, რომ ვემედი და კაი ოჯახის შვილია და მოდი ჩემ შვილმა ეს მოიყვანოს. ეს არ არის საკმარისი ოჯახის შენარჩუნებისთვის. ამი თუ არის გენაცვალე მე ქმარი ცალკე დარბის, იმ ცოლს ეს ქმარი არ უნდა, იმიტომ რომ ვერ ცითბოს იღებს, ვერაფერს ვერ იღებს და მე როგორ უღალატა თურმე ისა რა ქვია, ქმარმა ცოლს ეკითხები რომ ისმის ხოლმე, მაგიტომ უღალატა. არ უნდა რა, ის უნდა ვისთანაც აკავშირებს სიყვარული, სიმპათია, ვნება, ტოლვა, ის უნდა და მოკალი ახლა. ხედავთ, იმდენ იქნა, იმდენამ რომ ეს ბიჭი მიიყვანა ბოლო წერტილამდე, რომ აი ყველას გადაუსვა ხაზი და წავიდა იმ ქვეყნად. რატო? დააცადეთ ამ ადამიანებს ცხოვრება, რა დააცადეთ, უყვარდეთ ის, ვინც უნდათ. შესაძლოა თქვენ არ მოგწონდეთ მისი არჩევანი. მე აბსოლუტურად მესმის, რომ არ მოგწონდეთ მისი არჩევანი. ხა რა თქმა მაგას ის ხო არ არის კანტის ფილოსოფია, ვერ გავიგოთ. გასაგებია და რა ვქნათ მე? ბიჭო, რაღაცა ხო შეიძლება
დავუწყოთ ადამიანებს დადებითის მოძებნა. აი არ გინდა, ხო? აი არ მოგწონს, მაგრამ დადებითი უპოვოთ რამე ადამიანს. აი დედაჩემს რა აქვს ძალიან ხშირად ვახსენებ დედაჩემს, მაგრამ რა აქვს ძალიან კარგი თვისება. გვანცა მეუბნება. აი ეს აქვს, ეს ცუდი, აი რომ დაჯდები ხოლმე ორ და დაიწყებო ვიღაცაზე არ აქვს მნიშვნელობა უარყოფითების ჩამოთვლასო, ხო? იქვე გაიხსენე, რომ მას აქვს დადებითი ცო და შეეცადეო, რომ მასში ის დადებითი იპოვო და იმ დადებითს ჩაეჭიდო. და ის უკან გადაიწევს ის უარყოფით, იმიტომ რომ წინ ამას დააყენებ. აი ეს არის პრიორიტეტი, ეს არის და მართალია. ასეც არის. ჩვენ არ გვაქვს არავის უარყოფითი? მე არ მაქვს. ჩემს მეუღლეს არ აქვს, თქვენ არ გაქვთ, თქვენ შვილებს არ აქვთ. ხო აქვთ. ეხლა ამ გოგონას ოჯახს კითხეთ, ეხლა თქვენი შვილი თუ უნდოდა? უნდოდა ძალიან და გიждდებოდოთ ვენები გადაიხსნა? არ არის ასე. არ შეიძლება ორ ადამიანს, რომელსაც ასე უყვართ ერთმანეთი, რომ ყველაფერს გადადებენ და მაინც თავისას გაიტანენ და ერთად ყოფნას შეეცდებიან, თქვენ არა, როგორ ას ქვია, როგორ გაგიბედეს ეგ, რომ თქვენს წინ წავიდნენ. ბოდიში. ასე ხდება, როცა ძალიან უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. პირიქით უთხარი, რომ შვილო მაპატიეთ, რაც თქვენთვის მithქვამს ცუდი. რაც მიფიქრია ცუდი. უბრალოდ მოკლედ ასე იყო, რაც იყო, მაგრამ მოდი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. თქვენ შვილს ეცით პატივი. იმ გოგოს კი არა, ძალით ვინ არის? არავინ არ არის, სხვისი შვილია. თქვენს შვილს ეცით პატივი, თქვენ შვილი დააყენეთ წინ და აგრძნობინეთ, რომ კაცია ოჯახში, კაცია და კაცის სიტყვას ეცით პატივი. ფრჩხილები ვაჩვენო ახალი. დაგიჟდა ისე მოეწონა, იქ მყავდა რა თქმა უნდა. რომ თქვენი შვილის წინ კი რაღაცები ქენით და გადაახტით რაღაცებში, მაგრამ უკვე რომ რეალობა შეიცვალა, პირიქით პატიებას თხოვეთ იმ ტკივილისთვის, რაც მიაყენეთ და ახალი ფურცლიდან დაიწყეთ ცხოვრება და შეეცადეთ, რომ კეთილგანწყობა თქვენ თვითონვე შეიქმნათ იმ ადამიანის მიმართ, იმ გოგონას მიმართ. დავიჯერო, ყველაფერი ცუდი ქონდა იმ გოგოს, ხასიათი, ანუ რა შეუყვარდა იმ ბიჭს, ხო? რომ ყველაფერი გადადო, წინააღმდეგობები გაუწია ოჯახს და მაინც იმ გოგონასთან იყო. ესე იგი, რაღაც ქონდა იმ ადამიანს, ბიჭო, ჩაეჭიდე იმ რაღაცას რა. ყველაფერი ცუდი ხო არ გვაქვს. აი ახლა მე ყველაფერი ცუდი ხო არ მაქვს. მაგალითად ჩემი დედამთილის თვალით, ხო, ყველაფერი ცუდი ხო ვერ მექნება, რაღაც კარგი ხო მექნება. ისე ვარ მეც, ჩემი ოჯახის წევრებს, მამამთილი, დედამთილი, მული, ვინც არ უნდა იყოს, ყველაფერი ცუდი ხო ვერ ექნებათ, კარგი ექნებათ. ჯერ კარგი დაინახე და ის დაკლი ხო ისედაც ყველას გვაქვს. კაი, კარგიც ყველას გვაქვს, მაგრამ ინდივიდუალურია, ზოგსის აქვს. არ შეიძლება ასე ყველაფერში ცუდი დავინახოთ, ყველაფერი რაც არ უნდა იყოს, დედაჩემი ეძებს კარგს, რომ არა უცრუდეს გული, რომ არ გახდეს მისთვის მიუღებელი ადამიანი და მეც ძალიან ვცდილობ, რომ აი იმ კარგის კუთხით დავინახო, იმ კარგის რაღაც, რომ კარგი ეს ქნა, მაგრამ აი ეს გაუკეთებია, ეს უთქვამს, ეს ანუ ხვდებით, თორე რა ვიცი, ყველას გვაქვს ცუდი მხარე, ყველას გვაქვს კარგი მხარე და ამ ორიდან ახლა რომელია პრიორიტეტი შენთვის, რომ რა დაინახო, მოდი ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თორე ახლაც არის ხალხო, რომელი საუკუნეა და ახლაც ხო ხედავთ კომენტარებში რა ხდება, რომ რას ქვიაო, ის მოიყვანოს, ვინც მე არ მინდაო. ვინახარო? ანუ შენი მოწონებული რატო უნდა მოიყვანოს? და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის მოწონებული მოუყვანიათ და მაინც არ შექმნილა ისეთი ოჯახი, არ ყვარებიათ ერთმანეთი, ვერ გაუგეს ერთმანეთს, დაანებე რა თავი რა. შეიძლება სიყვარულითაც შექმნა ოჯახი, კაცო, 9-10 წლის შეყვარებულებს შეუქმნიათ ოჯახი და ერთ თვეში დანგრევიათ, მაგრამ მოდი მიადე რა თავისი არჩევანი თვითონ გააკეთოს რა, როგორ იქნება, რანაირად იქნება. მარტივი არ არის ოჯახის შექმნა და მით უფრო შენარჩუნება ხო საერთოდ ძალიან რთულია. მე ხო სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცა ეტაპები გავიარეთ,
რაღაცა ხასიათები ორი მთიულის ერთად თანაცხოვრება არ არის ხო მარტივი ორივე რაღაცა ისეთები ვარ მაგრამ რაღაცებში გავუგეთ ერთმანეთს რაღაცები დავთმეთ რაღაცები გავიაზრეთ გავიზარდეთ ჩვენ გადაპატარები ვიყავით ოჯახი რომ შევქმნით მაგრამ ცოლქმრობაში გავიზარდეთ და მე რა თქმა უნდა ხელზე დაიხუეს მძიმე ხასიათი გაქვთ და ის ვიღაცამ რომ დამიწერე რაღაცა სწავლის სალაძღავი მაგრამ ასია ყველა ასე ვართ მარტო მე ხო არ ვარ ასია რა ურთიერთობაში უნდა გავიზარდოთ რაღაცნაირად თუ მაინც არაფერი გამოვიდა ხო უნდა დაიშალო მაგრამ რაღაცა დათმობებზე ურთიერთობაში თუ არ წახვედი ასეთი ხასიათი მაგ და მე არ გამოდის თორე ხა მოიყვანა ხო უკვე მოიყვანა მორჩა რაღაც უნდა ამას ტრალი ვალი და აე და უი და მთელი ამბები და გონების დავარდნები და რაღაცები მოიყვა ეცი მის სიყვარულს მის შიგნიდან რო სჭირს ეს ყველაფერი იმ ქალის მიმართ იმას ეცი პატივი ეცით რა ხალხო რა უბედურება ეს გადგვა არა და მე ამბობდნენ რომ არ უშვებსო ამ გოგონასო პანაშვიდზე უფლებას მივიდესო თუ რაღაცა ეგეთი ეწერა ხა მე არ ვიცი შეიძლება ეგრეც არ არის მაგრამ ეგრე ეწერა რას ნიშნავს არ უშვებ შენ არ ხარ მისაშვები პირდაპირ აი პირდაპირ მნიშვნელობით მაგ დროს დედა არ ხარ შენი შვილის საფლავთან მისაშვები პირველ რიგში დედა რომელსაც არ დაიხიე უკან და ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ საყვარელ ქალს დაშორებოდა ის შენ არ ხარ პირველ რიგში ასეთი დედები არავინ არ ხართ ასეთ დროს მისაშვები ყველას ტკივილს პატივი უნდა ვცეთ რა თქმა უნდა ხა დედაზე მეტად ხო ვერავის ვერ ეტკინება ეგა ხო არ არსებობს დედაზე მეტად ვინმეს ეტკინოს შვილის სიკვდილი კარგით ახლა ცოლიც ისიც გავადრო და ყველაფერი ლაგდება დედაზე მეტად ვერავის ვერ ეტკინება გამორიცხულია ჩემთვის ასია ასე ვფიქრობ უფრო სწორად მაგრამ უნდა გაუსწორო თვალი იმ რეალობას რაც მოხდა რაც ოჯახმა თქვენი შვილის იმაზე ჩაიდინეთ ეხლა მის ტკივილს კიდე ეს უნდა რომ ასე ვისაუბროთ მაგრამ ეს არის რეალობა რას ქვია არ უშვებ ნაკლებად კი არ ტკივა იმ გოგოს ახლა ამ წამს რომ შეეწირა ამ ყველაფერს მისი საყვარელი ადამიანი მიუშვი რას ქვია არ უშვებ რატო არ უშვებ გავიგეთ დედაზე მეტად არავის ეტკინება მაგრამ იმან რაქნას იმასაც ხო უყვარდა რა ის ადამიანი ასია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებთ ხოლმე მშობლები როცა ძალიან ხისტად ვერევით კაცო არის შემთხვევა როცა უნდა ჩაერიო ხო არ უნდა მოკლათ პეპელა არა დედი პეპელა არ შეიძლება არ უნდა მოკლათ საყვარელო არა არავინ არ უნდა მოკლათ არ შეიძლება არ შეიძლება კოხოს მოკლა არ შეიძლება არა საყვარელო ძალიან რთულია ხო ეხა დავჯდეთ და ყველამ რაღაცნაირად გადაუაროთ დედის სიმე ძალიან მარტივია ეხა რა უნდა მაგას დაჯექი და ილაპარაკე მაგრამ ეს არის რეალობა რა ეგ რაც იყო ეგ არის რეალობა ეხლა რას ნიშნავს შვილი ართან არ მიუშვა ის ხალი წარმოუდგენელია ყველაფერი შეაწმინდო იმ ადამიანს ეგ არის დანაშაული არ შეიძლება არაფრით არ შეიძლება რა თქმა უნდა არის შემთხვევები როცა დედამ კი არა მამამ და აი და ჩაერიო თელი საგვარეულო თუნდაც შვილის რაღაცეებში ხდება ხოლმე რა აი მაგალითად რა ვიცი ახლა პირობითად გეუბნებით გოგონას რომელსაც აქვს ურთიერთობა ვინმე ბიჭთან ვინც არის გაქანებული რავი ნარკომანი მთელი დღე და ღამე ქუჩაში დგას არაფერი იმას არ გააჩნია ყველაფერი რომ აი მაგისტვის და ეგეთი კაცისთვის არც ერთი გოგო არ მემეტება არც იმ გზის არც ამ გზის არც იმის არც ამის არც ერთი გოგო არ მემეტება არც ერთი ქვეყანაზე ვინც დადის გოგო ეგეთი არავინ არ მემეტება ეგეთი კაცისთვის ხო რა ვიცი ვერ წარმომიდგენია ვის უნდა ემეტებოდეს ეგეთი მამაკაცისთვის შვილი ალბათ არა ჩავერევი კი არა ხალხო შეიძლება რა ვიცი მე დავიგლიჯოთ ბენზინი დავისხა და თავი გადავიწვა მაგას ვიცახი გააჩნია მაგრამ თუ მაინც მეტყვის რომ მორჩადე და მე გადავწყვიტე წადიშვილი მე შევეცდები რომ დავანახო აი ეს მხარე ის მხარე
მაგრამ ხა ბეზის კარგად დავისხავ, ემოციური თვალსაზრისით ვამბობ რა. მაგრამ თუ დავინახე, რომ ჩემთვის უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამას უკვე აღარაფერი შეცვლის, წადი და შეეცადა იყო ბედნიერი. всё. ეს იქნება ჩემი პოზიცია. მე შევეცდები, რომ დავანახო ადამიანი, რომელიც უყვარს, მასთან რა შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს. არ უნდა მოკვლათ, ხო? არა, დედა პეპელა არ უნდა მოკვლათ. არა, ბუზი ვიჯახი. ბუზი? არავინ არ უნდა მოკვლათ, დედა, მოკლა არ შეიძლება. არა, და. ანუ შემოწოდებია. ხო. პეპლა ხო, დედა. რა მიყურს იცი? კაი, შეეცადე, გავიგეთ. წავიდა ის ბიჭი კაცო იყო იმ გოგოსთან ბედნიერად ცხოვრობდა, ჩამოიყვანა, რომ ვითომ ცუდად იყო. ანუ რამ დამცენტრა, იცით? და ახლა გააგრძელა, რომ არა იმქად ეგ არის გაუგებარი და რაღაც ჩამოყავს, რაც ცუდად ახლა, რაც სირკაჩობ. სიო გადაწყვეტილი აქვს იმას თავის ცხოვრება და გადაწყვიტა. ეცი რა პატივი რა, რატო გგონია, რომ შვილი არის ჩვენი საკუთრება. ჩვენი საკუთრება შვილი არ არის. მაგას ვამბობ, ჩემშუს დავანახებ, რომ ეს ასია, ის ისია და გინდა გადაწყვიტე, წადი შვილო, წადი და იცხოვრე მასა ვისაც გინდა. თუ შენ ნამდვილად გადაწყვეტილი გაქვს და თუ უბრალოდ ფლირტის დონეზე გაქვს და რაღაცა მე დაგანახებ, რომ აი ამ კაცთან ეს გელის და ეს მხარეა და ის მხარეა. და მე ავუხსნი როგორც დედა შვილს ავუხსნი და მე თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი თვითონ ნებისმიერ ვარიანტში ჩემ შვილთან ვიქნები არ აქვს მნიშვნელობა რა როგორ რანაირად ნებისმიერ სიტუაციაში ვიქნები ჩემი შვილის გვერდით რაც არ უნდა ქმარმა მითხას რომ ეგ არ დავინახო ჩემი შვილის გვერდით ვიქნები და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის ვერანაირი ქმრისის ვერანაირი ვიღაცის რომ მე ჩემ შვილს ხელი ვკარი გამორიცხულია ჩემ შვილს ხაზ არასდროს ამკრავ ნებისმიერ სიტუაციაში გავყვები დაუდგები გვერდში ნებისმიერი ჭამართო გუშინ სათამაშო არა უშავს კი არ წაგართვა უბრალოდ გთხოვა დედა იარ მთხოვა თვითონ წაიღო და ელისაბედმა მომცა თვითონ გავიგე კარგი გოგო ხარ რომ მიეციდე უნდოდა და რომ მიეცი კარგი შვილი ხარ დედა მაგას ვამბობ რომ ყველაფერში არ შეიძლება გაგიჟება სცადე გამოგიო არ რა ვიცი აბა არ უნდა იტიროთ იმიტომ რომ უნდა ათხოვოთ და მე არ ვიცი ხა იმ გოგონას რა ქონდა ასეთი რომ ეს დედა ამდენად წინააღმდეგი იყო მაგრამ რომ დაინახე რომ კაცო დაიწყეს ერთად ცხოვრება სიო დამთავრდა ეს გაუღე რა გაშალე ხელები და ჩაიხუტე გულში აღარ უნდა კაცო ამას ეს ძიძგილაობა და რაღაცები არ ვიცი ძალიან კარგი მიქნია ამიტომ სულად ხობა კარგი გიქნია იმიტომ რომ კარგი შვილი ხარ და უნდა ათხოვო შენ ხო კეთილი გოგო ხარ რა ვიცი ვის რა პოზიცია გაქვს რა და გამოგლიჯო ხელიდან ხო არ უნდა გამოგლიჯო რა თქმა უნდა არ შეიძლება ეხლა მის ძალიან დიდ ტკივილზე რაღაცნაირად მაგრამ აი შიგნიდან ამ ხელა ის გვაქვს ხო პროტესტი ადამიანებს ვინც არ ვეთანხმებით ამ პოზიციას და ვერ დავეთანხმები ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ პოზიციას ეხლა დედის მხარეს რომ აი ვერ და რა ვიცი აბა უყვარდა რა როცა ასე უყვარს არ შეიძლება ასე უთხარი ეს ასია ის ისია გაიგებს არ გაიგებს და ბოლოს გავიგებთ ყველა ერთად რა იქნება როგორ განვითარდება იქნებ ცდები ადამიანი და იდეალური ოჯახი შექმნეს იდეალური ოჯახები რო არ არსებობს ვიცით მაგრამ ცდილობთ ხო ყველა რომ ყარად ვიდგეთ ფეხზე რაღაცა ბალანსი გქონდეს და ასე შემდეგ ხა იდეალურობა ასეთ არც არსებობს მაგრამ ცდილობთ ყველა ძალიან ცდილობთ ხო და მოდი რა შეეცადე რა მოდი შეუწყე ხელი პირიქით შეუწყე და შენი თუნდაც ფიქრობ რომ არ ახარ დამნაშავე მაგრამ უთხარი რომ შვილო რაც იყო და მოდი დავივიწყოთ და დღეიდან გაბარებ ჩემს ძალიან დიდ საგანძურს ჩემს ბიჭს
და მიხედეთ ერთმანეთს. всё, ეს არ არის ხალხო რთული. ძალიან რთულია, მაგრამ არ არის რთული, როცა გაიაზრებ, რომ შენი შვილია და მორჩა, შენ შვილს აქვს თავის ცხოვრება. სანამ არ გავიაზრებთ, რომ შვილი არ არის საკუთრება, იქამდე არაფერი არ მოხდება. შვილი ვერ იქნება საკუთრება, ხალხო. მე რა რომ ჩვენ ვაჩენთ, ის საკუთრება ხო არ არის. მე არ ვარ დედაჩემი საკუთრება. მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ, მე მაინც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, თუმცა ყოფილა უამრავი შემთხვევა რაღაცებს რომ არიგებს დედაჩემი ვითვალისწინებ, ბუნებრივია, არის რაღაცები, რაშიც არ ვეთანხმები, არ ვითვალისწინებ. ანუ უბრალოდ დედაჩემს სხვანაირად ესმის. ან ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, ჩვეულებრივი აი რაც არ უნდა მოხდეს. რაც რაღაცები ხო ხდება ხო ოჯახებში, აი აქაც რო იყო დედაჩემი და რაღაცა და აი რაღაცაზე რომ საუბრობდით, მე არ ვეთანხმებოდი ყოფას, რაღაცებს განვიხილავდით. არ შეიძლება. არ არსებობს დედაჩემი ჩარეულიყო. მე კი არ ვიცი ახლა ეგრე ჩხუბობდით. დავიდეთ. არ შეიძლება დარტყმა. აი ელემენტარულ რაღაცაზე რომ არ ვეთანხმებოდით უბრალოდ. არ არსებობს. და სულ ამბობს დედაჩემი, რაც არ უნდა მოხდეს, დაუშვათ შევესწარი კამაც. ეს იქნება შენი ოჯახი, ეს იქნება ჩემი ძმის საბერძნეთში რომელიც ცხოვრობს მისი ოჯახი, რომელიც არ უნდა იყოთ. მე არ ჩავერევი. არ არსებობს კამათში, მე არ ჩავერევი. იმიტომ რომ თქვენ უნდა ისაუბროთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ. ეხლა არ გულისხმია თქვა ოჯახიდან ცემატყეპა მიდის და გაშველება ჭირდებათ. კამაძია საუბარი, თუნდაც ჩხუბზე. მე არ ჩავერევი გვანცა ესე მითხრა. არ ჩავერევი. იმიტომ რომ ჩემი ერთი სიტყვით შეიძლება უარესი ვქნა და დუმილით ბევრად დალაგდეს ყველაფერი. ასია. ამიტომ რაღაცა ბალანსი უნდა გქონდეს რა. ახლა ყველაფერში არ უნდა ჩაერიო, ყველაფერში ვერ არც უნდა მისცე უფლება რომ ჩაერიოს, არის რაღაცა ისეთი თემები, რომელიც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და მორჩა იქ დამთავრებული ამბავია რა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ქნა ისეთი რამე, რომ შვილმა საბოლოოდ ის გადაწყვიტოს, რაც მოხდა, რომ მორჩა. მე მივდივარ და შემეშვით. არა. ეხლა შენ რო ვიღაცა მოგწონს რძლად, იმას არ ნიშნავს, რომ შენ შვილსაც მოსწონს ცოლად. ეს ასე არ არის. ხალხო, მარტო სიყვარული ოჯახზე ვერანაირად ვერ შეანარჩუნებს. აი, მარტო მიყვარს და მორჩა. არა. მამაკაცთან რომელთანაც არ გაგაჩნია ვნება, ლტოლვა და არ გაქვს ეს ყველაფერი ფორიაკი და რაღაცები, ხა მარტო მიყვარ, აი არ ვიცი, რავი, აბა როგორ გაგითხრათ. ეხლა თუ არ გიზიდავს იმასთან არ გინდა სიახლოვეში, ხება არ გსიამონებს და აი უბრალოდ ჰაერზე გიყვარს, არ მოხდება არაფერი. ვერანაირად ხო 1 წელი, 2 წელი ხო კარგი შვილი გაჩნდა, გავაგრძელეთ ოჯახობანა, ვერ შენარჩუნდება. რატო არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ერთად თუ გაქვს თაიგული, ბევრად მეტად მარჩუნდება ოჯახები. აბა როგორ? ესე? ბევრად ნარჩუნდება ხო ოჯახები? არც მხოლოდ ვნებით არ ნარჩუნდება ოჯახი. აი მარტო ვნება მაქვს და შეიძლება გაიყვიწო და საერთოდ აღარ გქონდეს ის ვნება. სად მივდივართ მე ვიშლებით? ანუ არც მარტო მაგით არ ნარჩუნდება ხო? ყველაფერი ერთად არის საჭირო, რომ რაღაცნაირად ის იყოს რა. ყველა ოჯახს აქვს ხალხო სირთულეები, მაჩვენეთ უბრალოდ ვინმე. ერთი ოჯახი მაჩვენეთ, რომელსაც არ აქვს ეს ყველაფერი. რაღაცეები, პატარ-პატარა წვრილმანი თუნდაც პრობლემები, ხა მსხვილ ჯვარი წერია ყოველს წვრილმანები. ყველას აქვს, ეს ყველას აქვს. თქვენ გარედან რომ ვერ ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს. ესე იგი, მათ არ უნდათ რომ დაინახოთ, თორე ეს იმას კი ნიშნავს, რომ არ აქვთ. აი რომ ამბობენ ხოლმე. იდეალური ოჯახია, მე მაგ ოჯახიდან არ გამიგია ეს თუ შენ იმიტომ გაგეგია, რომ შენამდე არ მოიტანეს, თორე განა არ აქვთ. უბრალოდ შენამდე არ მოიტანეს. სულ ეს არის. მაგას ვამბობ რა, რაღაცები არის, რასაც არ უნდა შევეხოთ რა. გიყვარს და მორჩა, უყვარდა ხო? ხوار ზულდა, ხوار იმტერებოდა, უყვარდათ ერთმანეთი ხალხო. ვცეთ ხვის სიყვარულს ვცეთ პატივი რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვნახო, ჩემს შვილს ჯვარი წერია მოწონს, ნარკომანი ასეთი, ისეთი. შიგნიდან ხო დამენგრევა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველა დავიშლები ალბათ შიგნიდან, ნაწილებად. მაგრამ ვეტყვი, ნახე დედა,
შეხედე? შენ როგორი კატეგორიის მამაკაციც მოგწონს? გინდა მათი მსგავსი კატეგორიის მამაკაცის ცოლები გაჩვენო? ეს იგივე იქნები შენ. გინდა? კი, წადი. ვერ გავიგიჟებ ამ დროს თავს, იმიტომ რომ მე არ ვიცი ემოციურად ამ დროს ჩემს დროს რა მოელანდება და მართლა თავი არ მოიკლას რაღაცა, ხო? მე მინდა. ხო, მინელა. მოდი, გამარჯობა. გამარჯობა, დე. აქ იყავი, ხედავენ დედა. სად იყავი გუშინ მოუყევი? დედა სად იყო გუშინ? სად იყო დედა, დე? რა გაიკეთა? ეს რა გაიკეთა დედამ? ცხილები. ხო, მოგეწონა ეს ფერი? და ეს რა ფერია? ვარდისფერი და დანარჩენი არ ვიცი, დედა მე ფერებს ვერ ვარჩევ. ეს, მწვანე. არ ვიცი დედა გენდომი. შავი. დედიკო, ყოჩა, შენ მათესთან კარგად გაერთე საყვარელო? ეს ცხილები უნდა გავხვრეტა. ეს ამოვიცვალოთ მები და სხვანაირი გავიკეთო იასამნისფერი და ეს ტანვარჯიშზე მივიყვანოთ. ხო, ტანვარჯიშზე უნდა მივიყვანოთ, მარიკო აუცილებლად სურვაზე უნდა მივიყვანოთ. კობა იძახის განცაო, ოღონდ წყალი შეიყვაროსო. და რა ღირსო და არ ვიცი მე ვთხარ, აი მე 100-ს გადავიხდი წყალი შეიყო და წყალი შეიყვაროსო რა. ანუ რა ვიცი, ხო იცი ამის დაბადის პრობლემები. კიდევ სად უნდა ჭავი და კიცი? ზვიგენი რო არის წყალში, ის ზვიგენი? მე კარგი. ვიხმე, არ არის ზვიგენი წყალში. ჩემო სიყვარულო, ვინა ყიყლიყო გავაკეთოთ დე? არაფერი მინდა. რა დამხლელი. კიდე ვიცი, ისეთ მივდივარ. ეხლა სად მიდიხარ? ყველა გამოიწიე ვერ ხედავენ კაცო. დე შენ უთხარი ეხლა სად მიდიხარ? ცენ? ცენტრის. ვისი დაბადების დღეა საყვარელო? ჩემი. არა, ჯერ სხვისი დაბადების დღე ივანე და ანდრია ტყუპები, ჩემი ბიძაშვილის ბავშვების დაბადების დღეზე მიდივართ სამშაბათს, მეგობრებო. ჩვენი ტყუპების დაბადების დღეა, ჩვენ ტყუპები გენებში ორივე მხრიდან გვაქვს. თუმცა მხოლოდ მაკოს შემთხვევაში ამოხეთქა გენებმა. მე ნიშენი ტორტს. შენ ხო უნდა მიირთვა ტორტი და დადი ისინია ანდრია და ივანე წამენ. მიირთმევენ კი. მიირთმევენ ტორტს. კარგი, წავიყვანო დუნგინდა. არა მიკი მაუსის დავატების დღესი მარის. სოლსემბი მაუსი ხელახის და კიდევ გერგო და ეზა. ვანა! ჩახტი ახლა დედიკო? არა, დედი უნდა გავთიშო ჭურჭელი დავრეცხოთ ცოტა, კარგი? შენ ჩაგირთო გინა კამერა მერე? კარგი.